Life can be hard. It may break you and shatter your soul. But always remember, if you don't stand for anything, you'll fall for everything. Აზბეგის მთებიდან მოგესალმებით ძვირფასო იღვლიანებო, წინ გვაქვს უდიდესი თავგადასავალი, უდიდესი, უნდა დავამყაროთ გინესის რეკორდი. უნდა ვითამაშოთ მატჩი 5000 მეტრზე. აი ესეთი ამბავია წინ. თან 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი, სარაგბო 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი, თასი უნდა ავიტანოთ მყინვარ წვერზე. ძალიან რთულია ეს ყველაფერი, ხალხი შეკრებილია, მზადება მიმდინარეობს და თქვენ უნდა დარჩეთ ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ ამას მარტო მე ნამდვილად ვერ გავაკეთებ. აბა წავედით. ეს არის აქ უნდა თვითამაშოთ რაგბი. ხო, აი ეს გილია სადაც რაგბი. მოზოვა დასრულებულია, ყველაფერი რიგზეა. უსაფრთხოების ნორმები გავივლით, ეხლა ნელ-ნელა და გვისაღამოვდება და დილით უკვე უნდა შევდიოთ ყაზბეგს რა. ეს თასი უნდა ავიტანოთ მყინვარ წვერზე და თან ვითამაშოთ იქ რაგბი. თასს ჩემთავზე ავიღებ რაღაცა მონაკვეთი. იქაც საჯი უნდა იყო თუ თამაშობ? არა, იქაც საჯი უნდა ვიყო და იმედია 5000 მეტრზეც ისახელი არ მექნება, რომ ყვითლებს და წითლებს ვარიგებ და მოკლედ ეგ არის კიდე ცალკე გამოწვევა, რომ 5000 მეტრზე ამოსულ ადამიანს წითელი ბარათი არ მივცე. არაფრის არ შეგეშინეთ ცხოვრებაში. აი ჭამასვა გასვლამდე. ყველას უნდა თვითმფრინავება გადაიხადოს. რა გუნდი შეკრებაც არ იყო ლიონი ამოვი რა. კარი ულაგირა, სადაც უნდა ვითამაშო მეტრო ნომერი. დათო. აჭარავა. აი დასალევის აღამოა, მაგრამ აბა დიდი მისია გვაკისრია. ეკიპირება. ჩეკ. ელექტროლიტები, ვიტამინები, შოკოლადი. ჩეკ. აბა დილამშვიდობის. დილის 6 საათია, არ შეგეშინდეთ. ზადება დაწყებულია, გავდივართ ნელ-ნელა. ამინდი კაი ჩანს და დიდი იმედებით აბა წავედით. ავედით. ავედით გერგეთზე ცხენებთან, დავტვირთავთ ცხენებს და ჩვენ გავალთ ფეხით. ცხენები წამოიღებენ ტვირთს. წუთაში გაცემულია, წავედი. და ცხეა, ასეთას. პირველი თოვლით გამოჩნდა. აი ეს. დაგჭრა გავიხედეთ. უსი მაღლა. არა, იმედიანად მივდივართ. ძიმე არტილერია. ცხენები ამოდიან უკვე 25 წუთში შევხვდებით ცხენებს და აი მანდ რთულდება ყველაფერი, იმიტომ რომ აი ეს ბარგი რაც მაქვს უნდა დავუმატო კიდე ის ბარგი რაც ცხენებს ავკიდეთ რა. ეს ვინ არის? ჩემი იმენა ის დუბინი. შუბებით ვარ წამოსული და ტიპა ჩაგვიარა. თორით, თაღოთ ბაო მაიკით. გამიტყდა. მაგრა აჭერს მზე. ბარ კაფეს 160 მივადექით რა. უსაცე არის 170. ათზე რაგბისთვის რას არის ზოგადად? checkpoint. ცხენი. ჩვენი ბარგი. აი აქ იწყება თავგადასავალი ხო? ამ ჩანთას რაც მიკეთია. ერთი ზურგთან თავდა დავუმატოთ 15 კილოია. ამის ფსიქოლოგია ბევრს. არა. როგორ ხარ ბატონო სანდრო? საუცხოდ. კავშირის მთავარი ბუღალტერი. ბუღალტერი არა, ფინანსისტი. ფინანსისტი მე მოპატიეთ. ჩვენი ჯექი ცოტა.
გეზარებული ცხოვრება. აი, აქ მივდივართ. რა მინდოდა? მაგრა დამძიმდი ცხენების კარგი სამოტანისმე. არ ვშტიტებ სასწაული მოახდინა ერთმანო და ის ჩემი მეორე ჩანთა გადმოალაგა ყველაფერი ამ ჩანთაში. ჩანთის ალგებასაც ცოდნა უნდა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, თუმცა დიადი მთების თვალერების შემდგომ უადგილო გმირობა გადავწყვიტე. კაროჩე ხალხო თავს წირავ რა. ვახჩი. სოფლიო თასის წაგება ჩემ თავზე ავიღე რა. აი უკვე თუნდაზე და უკან ჩემი რაღაცეები მაქვს წინ სოფლიო თასი და იმედა ცოცხალი გადავრჩევი რა. ისეთი თატროთო. ხორეფაში აფო. აუში ვეფლობე. რა მომაკ და კიდევ ვიღებდი. რა თქვენ კიდე არხს არ იწერთ თო. აი რა გმისთვის. მართლა ვაკეთებ. მოედანზე და მოედის მიღმა. ძალიან უდღეში ვარ ხალხო. წეული უკვე თითქმის ვეღარ ვზრდა. უნდა წავიდე. აი ყინულიან უდაბნოში. ენაცვალეთ ყველას, მაგრამ მიყვარხართ. ჩემი პატარა კომუნიტი ვინც ხარ ხელს ვეღარც ვიჭერ მაგ. პატარა კომუნიტი ვინც ხარ. მაგარი ჯიგრები ხართ რა. ინასართ. არაფერს არ შეგეშინი ცხოვრებაში. თუ ის გაწუხებთ რომ რაღაცას ვერ აკეთებთ. შეცვალეთ რაღაცეები უკეთესობისკენ. აღარ გადადოთ. და მიაწექით ბოლო. მიაწექით. იმიტომ დაგიფასებათ. რასაც ავიტარო. დაფუტირებ. ასე. ავიტირე. ალტი ჰატამდე. ეხლა გეიფობთ ალტიხებზე. მაგრამ წასვლა აღარ გვინდა. ხა ჩამოვდივართ უკან. შევიდეთ, ერთი კაი კაცი ნიკოლოზ ალავიძის არითმაო და აქ როცა იქნებით, მე თუ იქნებით, მოგდადით აუცილებლად. ესეთი მაგარი ალტიხადია. აი გეიფია წოდა ამასობაში. მაგრამ ალკოჰოლს ვერ უბერავთ რა. ეხა ალკოჰოლი შევბეროთ, ჩაიშლება ექსპედიცია. აღარ მინდა ადგომა. უნდა დავიდეთ. აი მედიო თავს აღარ ამკიდებ სახით არივით. წარეთ ვსდებოდი, რადგან წინ თავარი ტანჯვა გველოდა. ვაგრძელებს მეტეოსკენ. ალტიხატიდან მეტეომდე 600 მეტრიანი სიმაღლე უნდა დაგვეფარა. გზა სავსე იყო ვიწრო ოღროჩოღრო ბილიკებით, ტალახშიც, სადაც უმოწყალოდ ვეფლობოდით, სეტყვით, რის ქვეშაც ძალიან დავსველდით. სეტყვა გაგვაქვს. სეტყვა და ღრმა თოვლით. თითქოს მთას არ უნდოდა რომ ავსულიყავით და გზადაგზა მილიონ დაბრკოლებას გვიქმნიდა. ამოიწერა ჩვენი არხი. ამ ყველაფერს ერთად თასის თრევის მოვალეობაც ემატებოდა. ერთმანეთს 5 წუთიანი ინტერვალებით ვეცვლებოდით და ეს 5 წუთი ნამდვილად სიკვდილ სიცოცხლის ამბავი იყო. გვიშველეთ, ვისაც გააქვს სურვილი რომ რაღაცა შეცვალოთ და მეტი ძალა და მეტი თქვენი თავი იპოვოთ, ეს თარგმნას უნდა წამოხვიდეთ. კაცი ამბობს, მაგრამ 60 ვარო აგენ ამბობ. ყინვარ. მე ცხოვრებაში კაცი 60 არის, ყინვარზე ნამყოფ. რაღა გვაწუწუნებ ცხოვრებაში, ას ვერ მოვერებ. მეტეო გამოჩნდა ხალხი. მეტეოს გამოჩენის სიხარული მის წინმა მყოფმა აღმართმა ჩაგვიშხამა. ამ აღმართს ძალიან საინტერესო სახელი აქვს, ბოღმა. თუ რატომ ახლავე გაიგებთ. ავრჩით ერთი, რამდენი და 7 კაცი, ხო? ვინც პირველები ამოვედით, ჩამოგხსნენ მაგრად და. ხო, შეიძლება თასი როგორ ავიტანოთ, იმიტომ რომ ერთ თასის დაკიდება არის დაბრედვა და მე ვამბობ, რომ ჩემ თავზე უნდა ვითაო რა. ვერ გაგვტეხავთ ფსიქოლოგიურად. ყველა ბოღმიანი სამატიცემულოდ ამაქვს ეს ორი ბარი. აუ რომდე მოვედი. ახლა მიგანკარებს. ვერ გადმოგცემ ჩემ გონებაში რა ხდება იმენ. ესეთი ბრძოლა ხალხო. ყველანი მაგრა მიყვარხარ. ორი ჩანთაიერა კლავ. ყველა მაგარი დაღლილია და ერთი მე ვარ ეგრე უნდა ავიტანო ეს ჩანთაიერა იგი ხვალ არ არის. ამოვედი ხალხო.
ვერც ვიჭერ კამერას. მიგდე აქვს არის წერს. ნახე. მეტეო. განწყობა როგორი? არ ვიცი. ლიერები ყავით! მოვედი ხალხო. მეტეოში მოვედი და ბოღმას მარტო მოვერიე. აქამ შვიდობა ძმებო. აქამ შვიდობა. მოდით. რა კაი კუტოკია, გაჭი. აუ ჩაი როგორ ასწორებს ხალხო. კვინი დაერო. ასე და ამგვარად დაიწყო ჩვენი ცხოვრება მეტეოს სადგურზე და ექსპედიციის მეორე. უფრო რთული ნაწილი 3700 მეტრზე ცხოვრებასთან შეგუება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. იყო მუდმივი თავის ტკივილი, უძილობა, დაღლილობა და ელემენტარული პირობების არ ქონა. საკვები მარტივი და ძალიან არაჯანსაღი იყო. ანაკომის სუპები, მონადირული სოსისები, სნიკერსი და ასე შემდეგ. სუფთა წყლისთვის გაბნარ თოვლს ან იქვე მდებარე წყაროს ფილტრავდით. საკვებისთვის კი პორტალულ გაზზე ვადუღებდით. ტუალეტი კლდის პირას იყო განთავსებული და თუ გაგიმართლებდა და ფეხი არ დაგიცდებოდა, მაშინ შიგნით. საომარ მდგომარეობაში მყოფს უნდა გელოცა რომ ქარს არ წაეღებ. თუმცა თას ტუწუნი არ უყვარს და ყველანი მხოლოდ მისიის შესრულებაზე ვფიქრობდით. ავა თუ არის ყველაფერი რიგზეა, არც საჭველი მინდა არაფერი. სანუ დავიძინოთ რა. აგერ მაგ პატარა ოთახში 10 კაცი, 5 აქ, 5 ზევით. და დუში რა ის, აი როგორ შორსაა, იცი ამ ყველაფრიდან ეს პონტი, ანუ ეხლა დავწვევი აგერ სპალნიკებში და დილი შევბერავ, თავარ ბრძოლა წინ არის. გამოიწერეთ ჩვენი ოთახი. რთულესი ღამე იყო, ესეთი რთული ღამე ბევრი არ ყოფილა ჩემ ცხოვრებაში. არ გვიძინია, არ მიძინია პირადად წამიდა. კლიმატიზაცია საფეთქლებში გვაწვებოდა, ფიკაციდან როა მაგრა თხრინავდა რა. ომი გრძელდება, დილიდან გრძელდება ომი. მოტივაცია არავის განელებია, რადგან წინ ძალიან მაგარი ამბავი გველოდა. რაგბი უნდა გვეთამაშა, მყინვარის კალთაზე. ასი მაგ მოკიდებული და წავედი. სვლელობა მაღლა ბეთლემის ხელდახელ აშენებული ეკლესიისკენ დაიძრა. ეკლესიის მოლოცვის შემდგომ იქვე ფერდობზე რაგბის მოედანი უნდა გაგვეწყო. მართალია 5000 მეტრზე არ გამოვიდა, თუმცა სათამაშოდ არც 4000 მეტრია ნაკლები. არ დაიღალე! არა! აბარა! სირე ჰაერს უკმარისობებია, მაგრამ ყველაფერი კარგადაა. ეკლესიაც გამოჩნდა. ატა გენაცვალე ნატა. აქ ჯოი დაიწერა პირველად ჩვენმა ძმაკაცმა ნიკა ლებარიძე. ნამდვილად ულამაზესი ქორწილი იქნებოდა და ბრავო ნეფე პატარდალს ამ სიმაღლეზე ამოსვლისთვის. საერთო ფოტო გადავიღეთ და შემდგომ მოედნის მოწყობას შეუდექით. რაგბის თამაშს ვაპირებთ აი იქ. აი ამაზე. გაგიკვირდათ ხო? თავიდან მეც გამიკვირდა, მაგრამ ეხლა ნახე რა საოცრებას ჩავიდენთ. 4000 მეტრზე ხალხო. კარები ერთი გზად არის, ორი კარები გზად არის. რამდენი წელია ჩასვლელი ხარ ეს? ესეთი რამე თუ გინახ? არა. გამოიწერეთ არხი. ფარი გქონდა ნიკასთვის და აი ეს არის სანდერერის ამას აქ ნამსაჯი 5-6 ერის სეზონი, მსოფლიო ჩემპიონატი და რა აღარ და რას მტენიანე ნახეთ. მე ჩემს სასტვენს არ უხალავთ. იწლები? დაკი! ხო! აპონტე! ავიდა! ოფაუდი არ არის შეტევა და მის ხო, თილად! ამაშო! პარი! თილად! შეტევა! Shot! Magari შეტევა იყო. აია, მეორე
ორი ლელოს ჩამორჩენის მიუხედავად წითლები არ ნებდებოდნენ და ანგარიში ამ ორი შესანიშნავი ლელოთი გაათანაბრეს. ჰაერის უკმარისობის და კაი ფიზიკური ჯახის ფონზე მოთამაშეები ძალიან დაიღალნენ. საქმე კი ოქროს ლელომდე მიდგა. აქ ყვითლებმა იმარჯვეს და გადამწყვეტი ლელო გაიტანეს. ესეც შენი რაგნი გაჯობათ შენი უდიდესი დაღლისა და სიამოვნების მიღების შემდგომ მეტეოზე დაბრუნების ექსტრაორდინალური გზა აღმოაჩინეთ და უკან ძალიან მხიარულადაც დავეშვით. აურა საკაიფო აი ესე თუ მაგრები ვარ რა. ჩვენ კიდე არხის გამოდერა გეზარება. რაღაცებს უყურებენ. ტაილანდში 60 ევრო. რაში გაინტერესებს ტაილანდში 60 ევრო ვიღადა. აი ეს არის. აბა როგორ ხარ ძვირფასებო? ისიამოვნეთ გუშინდელი დღით. ჩვენ ძალიან მაგრა ვისიამოვნეთ, მაგრა გაგვისწორდა და კაი ამბავიც გავაკეთეთ რა რაგბისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. და 20 წამდებლებისთვის რომ мотиваცია მიგვეცა. ეხლა იწყება მთავარი და ყველაზე რთული საშინელი გამოწვევა, რომ თასი უნდა ავიტანოთ აი იქ, ყინვარზე, ქარში, ყინვაში. არ ვიცი, საშინელებაში რა გველოდება, ყინულები უნდა გადავლახოთ და გასვლა არც მეტი, არც ნაკლები იქნება ღამის, შუაღამის 2 საათზე. იმდენად დიდი გამოწვევაა ეს ჩემთვისაც და ჩვენი გუნდის წევრებისთვისაც, რომ ყველა ცოტა დათრგუნულები ვართ, მაგრამ მაინც უნდა შევუტიოთ ბოლო ძალებით, იმიტომ რომ უკვე კაი ხანია აქ ვართ და თავისას გვიშვებ. ავედით ბოლო ყველაზე მძიმე გამოწვევისთვის. სანამ ყინვარისკენ გავიდოდით, გავიარეთ უსაფრთხოების პრაქტიკული წესები, სადაც მთასვლელები, თოქში ჩაბმულები ერთი ტემპით გადაადგილდებიან. აქ თუ ვინმე ნაპრალში ჩავარდა, აი ეს მოძრაობა კეთდება, რათა ყველამ თავი დავიცვათ. ესე იგი, ვარჯიში დასრულებულია და წინ დიდი გამოწვევა გვაქვს ღამის 2 საათზე ვიშვებ. ორის ნახევარია ხალხო გავიღვიძეთ, კიდე მაწება აკლიმატიზაცია, საფრთხეები მტკივა და ანა ეს დიდი ჩანთა უნდა მოვიკიდოთ, სადაც თასია. მედია გავხარჩავ რა ზამთრული ამბავია წინ. ამინდზე ვარ დამოკიდებულები რა, რამდენად იქნება ფილმები და ასე შემდეგ. განწყობა როგორია? საამალე. განწყობა როგორია ძმებო? იწყებთ რა ნომერს. ხალხთა შია და ხალხ სახელი შეგვოდი შოროშენი იყო როგორი ამოდიან არ მაქვს სადმარ რა მიმდიო ორგაზე ვარ თავარი პირველი ჩეკპოინტი არის თასი გავცვალეთ თორე ამიტანი დამძი ქვები ჩამოიყარა და აშერებულები აუმბროსთან ვარ რაღაცა ორლა ბიძე იმენა დიდი მზოა ეს თავდით მაგრა და გათენდა და რაღაცა იგულობა აგე ეხლა იწყება ყველაზე რთული ყინულები და თავი მაქვს გასკლეცვაზე არ ვიცი როგორ და ნაბიჯებს ვარაუძებად ახლა წერული მაგრა ვარ ისაც არ გაქვს დაფრი გამოწერილი არ გიტყდება ყინულწრელების დრო მოვიდა ასე მივდივარ ყინულს ყინულის განზარით ჰარი არა დაახლოებით 4600 მეტრზე გიდებმა თათბირი გადაწყვიტეს და გვამცნეს, რომ ამინდი ძალიან უარესდებოდა, ხილვადობა კი იკლებდა. ეს კაცი არის გმირი. ახლა და თასი ამოუტანა აქამდე. ჩვენ არ გვიშვებენ მეც, მაგრამ გულით გვინდა. ლაპარაკის თავით არ მაქვს ისე დრეში ვარ. ჯერ თავიდან 14 საათი ვიარეთ. ეხლა კიდე 6 საათია მოვდივართ და უბრალოდ ამბმა შეგუშალა ხელი. საბოლოოდ გადაწყდა, რომ გზას ვეღარ გავაგრძელებდით, რადგან ხილვადობა ზემოთ ძალიან გაფუჭებული იყო. ადგილზე გავჩერდით, საერთო ფოტო გადავიღეთ და გაწრილებულები უკან წამოვედით. თუმცა ჩვენმა ძვირფასმა თასმა მყინვარის წვერი მაინც ნახა, რადგან ჩვენმა გიდებმა მეორე დღეს იგი პრობლემოთ აიტანეს. ჩვენი ერთ თავგადასავალი გამოვიდა ხალხო რა. ესეთი
ბრძოლა ძალიან განსხვავებულია და გირჩევთ რომ ცადოთ, ძალიან დაუახლოვდებით თქვენ თავს. კატასტროფულად დამღლელი იყო ეს 3 დღე. მადლობა ვინც უყურეთ ამ ვიდეოს, ჩემს community-ს რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. წინ უკვე იწყება მოგზაურობები, მივყვეთ. აბა, დროებით.